მოგესალმებით ბიჭებო, 6 თებერვალია, არაგვსი ვარ. ფიდერი ჩავაგდე, რავი, აი სატესტოდ პირველად მაქვს, მეორე ჯოხი წამოღებული და გაშლილი. აბა ნახოთ რა იქნება. ტივტივის ჯოხზე დღეს დავტესტავ ხავსით თევზაობას და მეორე ნემსკავზე სალა. თეთრი მატლი და წითელი მატლი ჰიბრიდის რასაც ვეძახით, ეგეც წამოღებული, რასაც მატლი გიება და ეს სალა. ეს ხავსი სიუმეტ დაახლოებით 5 მეტრა მაქვს მიცემული. ნახოთ აბა რა იქნება სად როგორ აიხებს. ხალხი როგორც ყოველთვის ბევრია ჭერა, ასე თუ ისე ავთ. ნაპირი და რასაც უყურებ პასიური ჭერაა, მაგრამ უარის ჭერა რა. მოკლედ ახლა რა ხდება პაპლოვკი სადაც გდია, იმედია ჩანს კადრში, სადაც გდია დაახლოებით 9 მეტრის მარჯვენა მხარეს უკვე აქ ამაღლება რა წყალი შესემაღლა ამოდის. ხო და იქით უკვე სიღრმე აქ, ახლა უკვე დაეკიდა პაპლოვკი, იქ შევიდა რა, ასე რომ ვთქვათ. ახლა ამ პლაშატკის წინ თევზაობს სადაც სიღრმე აქ. რო ფიქრობ, რომ მიწასთან ახლოს იქნება. თუ არა მე აქეთ მოусინჯავ. აი, პასეჩკაზე და აინახე პასეჩკაზე წამოღების დროს, გამოწევის დროს პასეჩკაზე ესაქნა. სავარაუდოდ ხავსის ამბავი იყო, ხავსი არის აგერ თევზის ფარფლით ზედა. ახლა განახევთ. ესეთი ამბავი. ასე რომ, როცა თევზაოთ კიდ არ აქვს კიდ ყვარზე. ზოლები უნდა მოწებნოთ რა კიდ არ კიდ ეგრეა რომ რაღაც ზოლზე უდგას, რაღაც ზოლზე არ უდგას. ესეც ხავსი, ეს არის იორის ხავსი. ჩემთვის მაგალითად იორის ხავსი არის პირველი რა. იმ დღეს ვიყავით იანეთში საქმე მქონდა და ნაპირზე დავინახეთ პატარა ხავსები ქონდა წამოღებული და მოვაწყვიტე. დღეს მაგის მუღამზე უფრო წამოვედი რომ ხავსი მქონდა. რაღაცნაირი სხვა თევზაობა, ეს ხავსით თევზაობა უფრო საინტერესოა რა. ახლა სალაც ხო იგივე გატარებაზე და რაღაც ან თეთრი მატლი, მაგრამ ეს ხავსი რატო ვერ ხვდები, მაგრამ კაი ასწორებს. ახლა აქეთ რო ჩავდო, ამ ლოკაციაზე რო ჩავდო, არ დადგება პაპლოვკი. ოდნავ წინ უკვე დადგება. ახლა გადავაგდოთ. ამაცავით. ეს. ამაცავით და შემდეგი გატარება. აი ჩარტმა და დაჭდა. დიახ. დიდებული თევზაობა, ტივტივით თევზაობა რა. ახლა ფიდერს მე მგონი დავკეცავ. იყოს просто სატესტოდ ნახავ ავიდან შეიძლება თუ არა რამის. ეგეთი. გემოვიდა კოჭუნია. სალაზე აიხო. სალაზე ვამაი. ესეთი ამბავია დაინახე ტრაინიკით. როგორც ჩანს აქ ტრაინიკით, დაინახე ხეთ ცოტაში. არამის მას გავუშვით. ეს იქ მაგას ხერწოვი. ზავით. ლიფსიტა. ლიფსიტა.
კიდევ სალაზე, აი ხო. ჩარტმა იყო და გამევრერა. ოპა დაუჭირე. აი ჭირე დიახ. ქვემოთ ვიყავი და ზემოთ ამოვიძიე როგორც ჩანს. კინოები რო არ არის წამოვიდა ზემოთაც. სოთა შორის შარშანს რომ ლოკაციაზე თევზაობდი ხოლმე. ერთი რაც აქ ამ ლოკაციას პერიხრამულები არ იჭირება ხოლმე რა, პატარები იჭირება უფრო. ეს ფიდერი უკან როს მიშლის და ახლა დავკეცე. ესეთი პატარა. Odi patara. ეს და კიდე ერთი ცალი. არ ვიცი რა ხდება ამ არაქსზე დაინახება ტოტები და ფიჩხები და მოდი ხაში გაის. თევზული და სალაზე იღებს სულ ბიჭები რა. და ლიფსიდა სალაზე. კიდევ შემდეგი ეს და ლიფსიდა. მოდი ლიფსიდა მოდი. მასხარა ესეთი მასხარა პირიდან გამოსურა ამ ფიდერს კი ახლა დავკეცავ რომ ღვანავში რომ თამაშობ და რაღაცა ხება თევზი ნავიდან ფიდერი პირველად გავტესტე რავი არ იმუშავა კიდევ შემდეგი წავიდა თვითონ ეს მაიმუნი მაიმუნი რაღაც ჩანსია სულამაზე ხედია შეხედით ულამაზესი ადგილი ულამაზესი მოდი დელელა ამოდის პატარა უნდა იყოს 100 გრამიანები ასე 100 გრამიანი 50 200 გრამამდე დავამთავრეთ ევზაობა, ქვემოთ ვიყავი ჩასული. კატარებაზე იქ არ იყო აქტიური ფსკერულზე, კარგად იჭერდნენ ბიჭები. ზემოთ უკვე იღებდა, მაგრამ წვრილი ხრამული. ერთი სიტყვით ხინოები რო აღარ არის, ეთქობა დაიძრა ზემოთ. 2 საათზე მოვედი და დაახლოებით 6:30-ია დავამთავრე.
სადღაც 12 წელი დავიჭირი რა, მეტი ვერა. ვფიქრობ ცოტა ზემოთ რო დამდგარიყავი, უფრო უკეთესი ჭირაც შეიძლებოდა, მაგრამ დიდები ასწორებს, ქვემოთ დიდები ჯდება ხოლმე. რატომღაც დღეს ხავსზე პირი არ დაადო, ხავსზე დიდი იმედი მქონდა რომ კაი ზომები დაჯდებოდა. არც ქვემოთ, არც ზემოთ ხავსი არ აიღო დღეს აქტიურობდა სალასი. აბა ყველას წარმატებული თევზაობა, გამოიწერეთ ფიშოპის არხი.